ვინ არის ემოციებში თქვენს მიმართ ასეთი თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. სახეს და გვარს აქ ნამდვილად ვერ გეტყვით, თავად მიხვდებით ვინ შეიძლება რომ იყოს. ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ აქ ბუტია ბავშვი უფრო გვყავს, ვიდრე სრთასრული ადამიანი. საოცრად ნაწყენია თქვენზე. რა გააკეთეთ ასე რომ არის, არ ვიცი, თითქოს მოკუნტული აქ გეგონება საბავშვო ბაღში კუთხეში დააყენესო. ისედაც ძალიან ცვალებადი ბუნება აქვს, ისეთი ტიპაჟია, ვისთანაც მუდმივად საჭიროა გადაჭარბებული ყურადღება, მზრუნველობა, ქათინაურები. ფაქტიურად დედა ტერეზა უნდა იყოთ. და თუ თქვენ მას შეაგებებთ სიამაყეს, თავდაჯერებლობას, მაღალი დონის თავმოყარეობას, ეს მას დაჩრთილავს. რის შედეგადაც ის წყალს ჩაიგუბებს პირში, როგორც თევზი. ძლიერი ინტუიციის წყალობით შეუძლია ჩაწვდეს თქვენს შემდეგ ნაბიჯებსაც კი. მისი მისამართით. მესაკუთრეა ძალიან, რასაც თავისად თვლის მორჩა, მას მიეწებება უკუნითი უკუნისამდე. და რატომღაც თქვენს მიმართ ზუსტად ეს მესაკუთრეობა არის ძალიან მაღალი. აი ნახეთ, მე ჩუმად ვარ, მაგრამ გაკვირდები. აი ეს წინადადება არის მთელი მისი ემოცია თქვენდამი. ეჭვიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ძილის წინ წარმოიდგენს ხოლმე თუ როგორ შემოდის სხვა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რასაც გამოფენთ სოციალურ ქსელებში, ვიდეო, ფოტო, სტორების სახით. რისი წარმოდგენაც მას საშინელ მძიმე ემოციებში აგდებს. და თუ არ ვცდები, ეს თქვენი ყოფილი უნდა იყოს. რადგან სრულებით ჯდება ყოფილების სტატუსში. აქ ნახეთ, ბრალდებებსაც კი გიყენებთ იმისთვის, რომ ვერ შეძელით მისი ვერც ატანა, ვერც გადანა და ვერც გადატანა. და ის ურთიერთობა, რაშიც ვერ შეძელით ერთმანეთთან თავსებადობა, ბზარი თუ პრობლემა, ყველაფერი თქვენ დაგადოთ კისერზე და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა. რომ არ გაუფრთხილდით, ვერ გაუფრთხილდით, რომ ზედმეტად შეიჭერით რაღაცნაირად ცივი და გულგრილი ადამიანის როლში, განსაკუთრებით მის მიმართ. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53, ნუ მირეკავთ, უბრალოდ მომწერეთ და გიპასუხებთ.